მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ამავების ბაზარს, ჩვენი სტუმარი ამ საღამოს გახლავთ ვახტანგ მეგრელიშვილი, ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი. გამარჯობა, მადლობთ რომ ჩვენთან მოხვდით. მადლობა მოწვევისთვის. ვახტანგ, თქვენ დიდარი გამოცდილება გაქვთ როგორც ადმინისტრაციულ მუშაობაში, ისე აკადემიურ მუშაობაში. იყავით მინისტრის მოადგილე, იყავით პრორექტორი. ამ წუთას თქვენ ხართ უძღვებით სკოლას, რომელიც მეორე წელია რაც მუშაობს. მეორე წელი დაიწყო რაც მუშაობს. და თავიდანვე პრინციპში ცოტა სკოლას რგებია ეგეთი ხვედრი, რომ დაფუძნებისთანავე გამختارიყოს ესეთი ცნობილი და ბევრი კითხვა დასმული იყოს მის მიმართ და ბევრი ადამიანს თუ არ მოსურვებოდეს იქ სწავლა, ყოველ შემთხვევაში დაინტერესებული იყოს იმით რა ხდება იქ. მაგრამ მოდი ვიდრე სკოლაზე გადავალთ, მინდა კითხოთ თქვენ რო დაამთავრეთ სკოლა და ჩვენ ალბათ დაახლოებით ერთ თაობის ავართ და ერთ დროს დავამთავრებდით ამ სკოლებს 80-იან წლებში. რა აიღეთ მისგან? არ გეუბნებით სკოლამ რა მოგცათ, ხო? იმიტომ რომ სკოლა რაღაცას იძლეოდა და ხალხი იღებდა ამას არათანაბარი ოდენობით, რასაც სკოლა იძლეოდა. თქვენ რა აიღეთ ამ სკოლისგან ისეთი, რაც გადგებათ დღევანდელ გამოცდილებაში, დღევანდელ თქვენ საქმიანობაში და რა იყო იმ სკოლაში ისეთი, რაც სრულიად გამოუსადეგარია დღეს არა მარტო ნიუტონის თავისუფალი სკოლისთვის, არამედ სკოლაში აკადემიური და სასწავლო პროცესის წარმართვისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ ჩემი პასუხი, მაგრამ ყველაზე დიდი რამ რაც მომცა სკოლამ, საბჭოთა სკოლამ, ეს იყო თავისუფალი დრო. ანუ ეს იყო ის საშუალება, რამაც მე მომცა შესაძლებლობა რომ ძალიან ბევრი ისეთი რამე გამეკეთებინა, წამეკითხა. ანუ საკუთარ სწავლას თვითონ მართავდი სკოლის განმავლობაში. ნუ რა ცხადი არ ვიზახი თქვა პირველ კლასებს, როდესაც თქვა ჩემი მშობლები იყვნენ წარმართველი, არამედ მე როდესაც თქვა გავიზარდე, ანუ მეტნაკლებად ალბათ მე-6 კლასის შემდეგ ფაქტობრივად რაღაც სკოლა იყო ის ადგილი, სადაც შემეძლო გამომეძინა. ან სკოლაშივე? სკოლაშივე, დიახ, ანუ რაღაც ნუ ხო ჩვენი სკოლები ხო ალბათ განსხვავებული იყო სხვადასხვა რეჟიმით და ჩემთვის მარტივი იყო ამ სკოლაში სწავლა. იმ მოთხოვნებს, რასაც მაშინ სკოლა გვიყენებდა, საკმაოდ მარტივად შეიძლება ითქვას, რომ აკვაყოფილებდით და ბევრი თავისუფალი დრო გქონდა, რომელიც შემეძლო გამომეყენებინა ჩემი შეხედულების შესაბამისად. ხო, ეგ კარგია, როცა იცი გაქვს შეხედულებები, როგორ გამოიყენონ თავისუფალად. არა, ნუ ეს შეხედულებები უბრალოდ სკოლის მიღმა ადამიანების მიერ იმართებოდა. საკუთარი ოჯახის, თქვათ, ოჯახის მეგობრების მიერ, რომლებიც თქვათ მე მირჩევდნენ, რა უნდა გამეკეთებინა, რა იქნებოდა ჩემთვის სასარგებლო. ნუ ვუჯერებდი, ძირითადად წიგნებს ვკითხულობდი, ჭადრაკს ვთამაშობდი და ნუ აი ასე მარტივად დამთავრდა ეს პერიოდი. კაი, სასიკეთო მართალია სკოლიდან პირდაპირ გიპასუხოთ, მართლა ვერავს ვერ ვიხსენებ გულწრფელად. კარგი, მაშინ ეს არის სულ სხვა გამოცდილებაზე დაფუძნებული ნაბიჯი, როგორც მესმის დღევანდელი სკოლის და დღევანდელი კერძო სკოლის დაფუძნება და მისი ხელმძღვანელობა. არსებობს განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც ჩამოყალიბებულია თეზისებად, ჩამოყალიბებულია გაშლილ კონცეფციადაც და სიმართლე გითხრათ ეჭვი მეპარება, რომ ვინც სკოლაში მუშაობს, თქვენ სკოლაში კი არა, აი სკოლებში ვინც მუშაობენ, ეს კონდეთ გადაბულბულებული და კარგად იცოდნენ და აი იმას უსადაგებდნენ თავიანთ სწავლას. ჩემთვის უთქვამს ერთ სასწავლო ნაწილს, რომ ხა შენ ამას სერიოზულად უყურებ, ხო? ამას არ ვაზოგადებ, მაგრამ ერთი სასწავლო ნაწილისგან ეს მაინც მოსმენელი მაქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ განათლების ეროვნულ მიზნებში ცუდი არაფერი არ წერია, კარგი რაღაცები წერია. მოკლედ, აქ საინტერესო არის რეალისტური მიზნები, რომელიც შეიძლება დაუსახოს სკოლას ადამიანმა და ნუ ცოტა იდეალისტური მიზნებიც ალბათ, როცა სკოლას აფუძნებ, ბუნებრივია, გაქვს ამბიცია, რომ ის მარტო ბიზნესი არ იყოს. შესაბამისად, ხო, შეიძლება შეკითხო და გისვათ. თქვენი აზრით. რა მოცულობის შეიძლება იყოს ის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც თქვათ სკოლას არეგულირებს? აი გვერდების რაოდენობა რომ გითხრათ. რომელი დოკუმენტი ამ შემთხვევაში? ეროვნული გეგმა. აი ეროვნული გეგმა, ანუ არა, ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საშუალო სკოლას თქვათ არეგულირებს, როგორც თქვათ იქ პროგრამებს, ასევე იქ წესებს და შემდეგ. ქვია ეროვნული სასწავლო გეგმა, მარტივად რომ გითხრათ, ერთი დოკუმენტი, რამდენი გვერდი მე ვარ ჟურნალისტი და სიმოკლე მირჩევნია როგორც წესი. შეიძლება არ ვიცი, მაგრამ ამჯობინებდი რომ ყოფილიყოს, ნუ აი მაქსიმუმ 10 გვერდი მაგალითად.
კი ბატონო, ახლა მე რო გითხრათ 2400 გვერდია. ანუ მაშინ გამართლდა ყველა ვინც ის აქ წაიკითხა. ანუ დაახლოებით 100-ია. ნუ ცხადია ხა ყველაფერი იქ საჭირო არის, მაგრამ ხო, ნუ რაღაცები ალბათ მნიშვნელოვანია მათ შორის თუ თქვათ არ დაემორჩილები რაღაც ნაწილებს, რომელიც თქვათ იმ დოკუმენტში წერია, იგივე ბიზნესი შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს და ანუ სკოლები ზოგადად ხა თქვენ შეკითხვას რომ დაუბრუნდე ხო, ანუ თან გვაიძულა. მე ცოტა უფრო წინიდან დავიწყებდი, ცხადია მე არასოდეს სკოლაზე არ მიფიქრია 2008 წლამდე. 2008 წელს როდესაც თქვა თავისუფალ უნივერსიტეტში აღმოჩნდი აი მისი ფაქტიურად შექმნის პირველივე დღეებიდან და შემდგომ როდესაც აი პირველი სტუდენტები ნახე, როდესაც თქვა სტუდენტებთან უშუალო შეხება მქონდა, აი ზუსტად მაშინ გაგვიჩნდა თქვა მე დღევანდელ ნიუტონის სკოლის მეორე დამფუძნებელს, რომ აქ რაღაცა არასწორია, ხო, ანუ აი რაღაც ხდება, ანუ ჩვენთან მოდიოდნენ საუკეთესო სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, ანუ ისინი აბარებდნენ ყველაზე უკეთესად გამოცდებს, მოდი ასე ვთქვათ, იმ გამოცდებს, რომელთაც სტუდენტები ხდებოდნენ. და ელემენტალური რამეები ვთქვათ, რაც გულისხმობს ლოგიკური აზროვნების უნარს, კრიტიკულ აზროვნებას, რომ ანუ არა უბრალოდ რაღაც ის დაწუნებას ხო, ნუ არა ინდოქტრინირებულ ადამიანს, არამედ ადამიანს, რომელიც ყველაფერს, ყველა საკითხს, მათ შორის, ნუ ხა მე მათემატიკას არ ვასწავლდი ცხადია, მაგრამ ყოველში იმ სფეროში, რასაც მე ვასწავლედი და მქონდა ურთიერთობა ამ სტუდენტებთან, ხედავდი, რომ ეს ბავშვები აშკარად მოდი ესე ვთქვათ და გარკვეულწილად დაზიანებულები გამოდიოდნენ, იმიტომ რომ ამ ბავშვებს ჰქონდა წინვალე გონება, თანდაყოლილი, რაც ვთქვათ, გამომჟღავნდა იმით, რომ მათ შეძლეს და თავიანთ თანატოლებზე უკეთეს შედეგებს მიაღწიეს, მაგრამ ერთია შედარებითი შეფასება და მეორე აბსოლუტური, ხო? აბსოლუტურ ნაწილში ამ ბავშვებს სერიოზული პრობლემა ჰქონდათ, რომ ისინი ვერ აღიქვავდნენ იმ გარემოს, სადაც ცხოვრობდნენ. ანუ ან აღიქვავდნენ აბსოლუტურად დამახინჯებულად. ანუ საზოგადოება მათი თვალსაჩინით იყო სრულიად განსხვავებული რეალობისგან. ნუ აი ეს არის ის პერიოდი, როდესაც თქვა ისეთ აი ამაზე დავიწყებ ფიქრი, რომ აი რა შეიძლება ხდებოდეს სკოლაში. ნუ მე ცხადია ახლა უნივერსიტეტში წლების განმავლობაში, როდესაც მუშაობ, ვერი მოდის ახალი თაობა, შემთხვევით ამათთან ურთიერთობ. ინტერესიც იზრდება და ცოდნაც გამოცდილებაც და შესაბამისად გინდება რომ თქვა რაღაცა გააკეთო ისეთი რომელიც იქნება განსხვავებული იმისგან რასაც სტანდარტულად აკეთებს სასკოლო სისტემა. ნუ სასკოლო სისტემას რომ ვამბობ მინდა თქვენც და ნუ თქვენს მაყურებს წესმოდეს რომ აქ მნიშვნელობა სამწუხაროდ არ აქვს, ეს არის კერძო სკოლები თუ ეს არის სახელმწიფო სკოლები. მე საჯარო სკოლებს მივჭირე სახელმწიფო სკოლები. რელევანტური განსხვავება არ არის მათ შორის? არის განსხვავება, მაგრამ არა ფუნდამენტური. და ახსენეთ რატომ არ არის ამათ შორის ფუნდამენტური განსხვავება. რეალურად არის რამოდენიმე მიზეზი. ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ სასკოლო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებული სფერო. წეგან რაღაც დიდი დოკუმენტი ვახსენე, მაგრამ მარტო ამაში პატარაც რომ იყოს, ანუ ყველა სკოლას თუ უნდა რომ საქართველოში ფუნქციონირებდეს და მისი კურსდამთავრებული ხდებოდეს სახელმწიფო საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში, ერთი და იგივე პროგრამით უნდა სწავლობდეს. ანუ თქვენ გესმით რომ როგორც ბიზნესი არავინ არ მოინდომებს ისეთი პროდუქტის შეთავაზებას კლიენტისთვის, რომლის შედეგიც იქნება ის, რომ ეს ადამიანი ამ ადამიანს არ ექნება ფიზიკურად უფლება რომ ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში, ხო? აქედან გამომდინარე, ერთი არის პროგრამა, რომელიც გევალება რომ ასწავლო, მეორე არის საგამოცდო სისტემა, რომელიც იძულებულს ხდის, რომ ამ გამოცდებისთვის მოემზადოს მოსწავლე. ნუ ახლა ისეთ დეტალებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, რომ თქვათ ქონების უდიდესი ნაწილი არის სახელმწიფოს ხელში, იმისთვის რომ გახდეთ მასწავლებელი ასევე ძალიან რეგულირებულია, მაგალითად რაღაც სიტყვაზე თქვენ შეიძლება არ გქონდეთ თუ რაღაც პედაგოგის კვალიფიკაცია არ გაქვთ, თქვათ მასწავლებლად მუშაობთ. შეგიძლიათ დროს აღებულ დიპლომში? ეგრეა ახლა?
ხო, ანუ კი, ანუ მაგალითად თქვენ რო არ ვიცი ხო, თქვენი პროფესია განათლება უბრალოდ არ ვიცი ხო. მიწერია კვალიფიკაციით მასწავლებელი მიწერია. ხო, შეიძლება თქვენ გიწერეთ, მაგრამ მე ხო არ მიწერია მაგალითად, ხო? მე ექიმი როგორც. ხო, მე ვთქვათ მიწერია ექიმი, ხო, ანუ როგორც ექიმს, ვთქვათ ეს რეგულაცია სულად რა მოქმედება, არ მე მგონი მაგდონალდზე რეგულირებული ჯერ არ არის. ხო, ანუ ჯერ არ არის ეს ერთი თემა, მაგრამ ხო, ეს ერთი თემა, კი ბატონო, მაგრამ მეორეს მხრივ ეს რეგულაცია არის განსაზღვრული, რომ შევაძალაში ოდესღაც. და თუმცა ეხლა როდესაც ესეთი სიტუაცია ძალიან ცოტა ადამიანი გადაწყვეტს რომ ახლა პროფესია გამოიცვალოს რაღაც 40 წლის ასაკში ხო მეორე ანუ ეს ნაწილის რეგულირება მას იქამდე მივიდა საქმე რომ სასწავლო რესურსებიც კი სახელმწიფოს ანუ იცით სახელმწიფოების ამბები და ზოგადად სახელმწიფოების ამბები მიუხედავად იმისა რომ მაგას ვინ დაბეჭდავს რაღაც კერძო რაღაც ცირე კონკურენციის ელემენტები იქნება იქ თუ არ იქნება პრობლემი ანუ თანხმობა საბოლოო ჯამში მაინც სახელმწიფომ უნდა გასცეს რომ ამ სახელმწიფოთვის შეიძლება სწავლება. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი აძვირებს ერთის მხრივ სერვისს და მეორეს მხრივ ხარისხს დაბლაწევს ამ ტიპის რეგულაცია. ეს არის საბჭოთა მოდელი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და არა მარტო ჩვენ, ამ შემთხვევაში გულისხმობ მათ შორის ევროპის ქვეყნებსაც და ანუ იმ ქვეყნებში, რომელშიც ეს სისტემა მუშაობს. ხი იმაზე ვერ ვთქვი, საბჭოთა მოდელია. რატომაც არა, ამ ნაწილში როგორ არ არის? დიახ, ანუ ეს არის ცენტრალიზებული სისტემა, სასკოლო სისტემა, არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ფინანსდება გადასახადებიდან. და წარმოიდგინეთ, თქვენ ესეთი მაგალითი მოგიყვანოთ, რომ რაიმე პროდუქტი სახელმწიფო რო უფასოდ შესთავაზოს მოსახლეობას. ამ პროდუქტის მოხმარება ხო გაიზრდება? ცხადე გაიზრდება, ანუ რადგან უფასოა, ხო? და წარმოიდგინეთ, რომ ამ პროდუქტის არ მოხმარებისთვის რო დაგსაჯონ. ანუ ჩვენი სასკოლო სისტემა ხო ასეთია. ანუ თქვენ ვერ მიიღებთ თქვენი შვილის შესახებ გადაწყვეტილებას, რომ აი როგორი განათლება გინდათ მიცეთ მას. თქვენ რო მაგალითად გადაწყვეტოთ, რომ მას განათლება ამ ტიპის არ მიცეთ, თქვენ არ ღვევთ კანონს. გადიხარ რაღაც თამაშის წესების მიღმა. კარგი, ჩვენ ვახსენეთ რეგულაციები და გარკვეული რეგულაციები მასწავლებლებს მაინც აქვთ დაწესებული. ოღონდ სახელმწიფო აცხადებს, რომ ეს არის მათი კომპეტენციის გაზრდის, მათი კვალიფიკაციის გაუმჯობესების მიზნით და პერიოდულად ვიცით მასწავლებლები, სთავაზობენ მასწავლებლებს, რომ გავიდნენ და გარკვეული ტესტები და გამოცდები ჩააბარონ. და მე მათ პირდებიან, რომ ამ გამოცდების შედეგების კვალოთ მათ ექნებათ უკეთესი ხელფასი და მოკლედ ცდილობენ, რომ ისინი მათ არ შეწყვიტონ პროფესიული ზრდა, სანამ ისინი მუშაობენ სკოლაში. მიუხედავად სახელმწიფოს ამ შეთავაზებისა, მასწავლებლები ვერ ვიტყვი რომ ენთუზიაზმით ეკიდებიან ამ წინადადებას და როგორც ცნობილია მცირე ნაწილმა მხოლოდ ნახევარზე გაცილებით ნაკლებად 20%-მა ისურვა სულ რაც ეს პროცედურა მოქმედებს მასზე გასვლა. ანუ გამოდის რომ სახელმწიფოზე შეთავაზება მაინც არც მიმზიდველად მოჩანს, არც დამარწმუნებლად, არც ეფექტიანად. რატო ამბობ ამას? თქვენ რა კრიტერიუმებით არჩევთ მასწავლებელს? ამ წინასწარ დარწმუნებული ვარ, რომ ხა ნამდვილად არ უყურებთ იქ ვინ სერტიფიცირებულია და ვინ არა. ხო, საინტერესოა როგორ არჩევთ მასწავლებელს თქვენი სკოლისთვის? ჩვენი სკოლისთვის მასწავლებლებს პროცედურებს არ ვკითხულობ, კრიტერიუმებს. არა, კრიტერიუმებს გეუბნებით, ან მათ შორის ეს პროცედურასაც გულისხმობს, ხო? კრიტერიუმი არის ესეთი, რომ მასწავლებელს ჩვენ როდესაც, ну, ესეთი ორეტაპიანი ახლა ერთ უნდა გაიცნო ადამიანი, რა აზრები აწუხებს, რა უნდა, რა мотивация აქვს, რატომ მოდის სკოლაში, ან მე რატომ მოდის თქვა შენ სკოლაში, ანუ რაღაცა განსხვავებას ხო ადამიანი აკეთებს, თქვა რატო არ წავიდა სხვა სკოლაში და რატომ მოვიდა შენთან და მე ჩვენ გვაინტერესებს ბავშვებისადმი და ზოგადად განათლებისადმი დამოკიდებულება. ეხლა თუ ჩვენ ძირითადად ამოცანა არის რომ აი იმ ნაწილში რომელშიც ჩვენ გვაქვს თავისუფლება, ანუ ფორმატში ცოდნის გადაცემის აქცენტი გავაკეთოთ გაგებაზე. ანუ ფაქტობრივად აკრძალული გვაქვს სკოლაში რამის დაზეპირება. ანუ როგორ ვახცევთ ამას, რომ მთელი გამოცდილება, მთელი სასკოლო გამოცდილება არის იმაზე, რომ რაღაც დავიმახსოვროთ და შემდგომ ეს დამახსოვრებული ცოდნა რაღაცა დროში სადღაც მივიტანოთ და ნუ რაღაც დავაფიქსიროთ, რომ ეს ვიცი. ამის გამოყენება შემიძლია, არ შემიძლია ამის გამოყენება. კი, თქვა იმ დოკუმენტებში წეგნო თქვენ რო ახსენეთ, მსგავსი რამეები უკვე წერია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. მსგავსი რამეები, აი მაგალითად ის გაგებაზე ორიენტირებული. დიახ, რომ გაგებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, მაგრამ აი რეალურ ცხოვრებაში ეს რამდენად არის და ეს ყველგან ასეა თუ არა, მაგალითად იგივე
ჩვენი სკოლა იქნება თუ არ ვიცი რაღაც ომალოს რომელიღაც საშუალო სკოლა სადღაც ხო ანუ ეს ხო ერთნაირად შეუძლებელია რომ ანუ ამის მენეჯმენტი წარმოგიდგენთ რამხელა სირთულეს მოითხოვს რომ თქვენ მასწავლებლებს ეს ყველგან ანუ აი 100 მოამზადოთ მით უმეტეს ამ მასწავლებელს 68,000-მდე მასწავლებელია სწორად მახსოვს მთელს ქვეყანაში რომლებიც მუშაობენ სასკოლო საშუალო განათლების სფეროში ამასწავლებლების უდიდესი ნაწილი არის ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილებით, ხო? ანუ ისინი მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის დროს, ისინი მუშაობდნენ 90-იან წლებში, ისინი ეხლაც აგრძელებენ მუშაობას და ერთ-ერთი აი ეს დიდი პრობლემა ადამიანების შერჩევის არის ამაში. ანუ რამდენად მოქნილია ადამიანი, რომ შეიცვალოს და აი სხვა მაშინ გამოცდილების არ მქონეს მიმართოს. დიახ, ანუ მაგალითად აი ზუსტად იმის გამო რომ ეს ასეთი დიდი პრობლემაა ჩვენ გვირჩევნია, ანუ ცოტას პოულობთ. რა თქმა უნდა, არიან ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც სრულად შეესაბამებიან, მოდი ასე ვთქვათ, იმ სტანდარტს, სადაც ახლა მე ვსაუბრობ. ანუ მათი ორიენტაციაც ზუსტად ანალოგია და მათი დამოკიდებულებაც ბავშვებისადმი ზუსტად ასეთია. მასწავლებლების გამოცდილების მქონენი? მასწავლებლების გამოცდილების მქონე. ან მოკლედ დიდი ხანი რომ არ არის, რაც გადაწყვეტეს მათ მასწავლებლობა, მაგრამ ამ აზრით, ამ იდეით მივიდნენ სკოლაში. ასეთი მასწავლებლების პლურალი არის რთული და თუ ჩვენ გვინდა რომ თქვათ მომავალში არ შეგვექმნას მოკლედ საკადრო პრობლემები არა მარტო ჩვენ არამედ ალბათ ნებისმიერ სკოლას რომელიც ასე უყურებს საქმეს ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ახალგაზრდა თაობაზე რომელიც მოვა სკოლაში გარკვეული პერიოდი სკოლაში იმუშავებს და აი უკვე ასეთი ტიპის მასწავლებელი გახდება ან უბრალოდ უფრო რთულია მოკლედ დაუნგრიო ადამიანს სტერეოტიპი სწავლების ვიდრე თქვათ ეს ახალგაზრდა ადამიანს თავიდან შეასწავლოთ. ან მასწავლებელი ხო ესეთი მასიური პროფესია, არაფერი განსაკუთრებული, აი ძალიან სუპერ სირთულე ამ პროფესიაში როგორც ასეთი არ არის. ან მიგეჩნიათ რომ ეს უნდა იყოს პროფესია, როგორც ადრე იყვნენ მაღალი დენადობით, ხო? ანუ შემოხვალ, ერთხანს დაჰყოფ მასში, გახვალ და მე ჯობია ისევ ახალი თაობა შემოვიდეს, თუ როგორ? არა, ეს ხო ანუ ნებისმიერ ასეთ საიმისო თუ რასაც გვიმძენ რომ ეს მოქნილობა, გახსნილობა, ცვლილებისათვის ზაობა როგორც იყვნენ ახლა ადამიანს კონდეს, არ გახევდეს და შეუდარჩუნდეს, საჭიროა რომ მასწავლებელთა თაობები ხშირად იცვლებოდეს, ამას ამბობთ? არა, საჭიროა როგორ ხამას მე ვერ ვიტყვი რა ხშირად ეს რაღაც ისეთი შედარებითია, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა არეგულირებდეს ბაზარი, ანუ ბაზარზე როგორი მოთხოვნა. და მაგალითად, მასწავლებლების ბაზარზე არ იყო მოთხოვნა. შესაბამისად, ის 70,000-მდე ადამიანი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, იყო ამ დაბალი მოთხოვნის პირობებში შერჩეული, სპეციფიურად შერჩეული ადამიანები. ალბათ გახსოვთ ახლა სიახლეს არაფერს არ ვიტყვი, რომ ანუ ის ადამიანები, რომლებსაც არ ქონდა ჩანსი საბჭოთა კავშირის დროს მოხვედრდნენ იურიდიულზე ან სამედიცინოზე, შეიძლება წასულიყვნენ პედაგოგიურ სასწავლებელში, ხო? ანუ ეს ხო რაღაც ფაქტია ესეთი. ანუ ძალიან ცოტა იყო ის ადამიანები, ისეთი ადამიანები, რომელიც ამას აკეთებდა შეგნებულად, დიახ, მოწოდებით. და ძირითადი მასა ამ ადამიანების იყო ზუსტად ასეთი ტიპის სელექციის შედეგი. და ჩვენ ხო ჯერჯერობით აი ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ, ხო? და ჩვენ გვჭირდება დღეს, ანუ ჩვენი შვილების გასაზრდელად, ჩვენ გვჭირდება თაობა, რომელიც აი მოწოდებით მასწავლებელია. და ახალგაზრდებში ბევრად უფრო დიდი პროცენტია ასეთი. ანუ რა ჩვენი დაკვირვებით ამ წელიწადნახევრის გამოცდილებით, იმ ადამიანებთან, რომელიც ათასობით ადამიანს შევხვდით, ხო? ახალგაზრდებში 30 წლამდე, 25 წლამდე. არა, თუნდაც ახალი მაგისტრატურა დამთავრებული, დოქტორანტურაში ადამიანები, რომლებიც სწავლობენ და მათი მიუხედავად იმისა, რომ დოქტორანტურა გვესმის რაღაც სამეცნიერო სტატუსსაც გულისხმობს საბოლოო ჯამში, ეს ადამიანები ამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გახდნენ მასწავლებლები. და ასეთი ადამიანები ბევრი გვხვდება. ანუ უკვე, როგორ ბევრი ახლა ვერ ვიტყვი, რომ იმდენია, რომ რაღაც ამოსარჩევად არის საქმე, მაგრამ გვხვდებიან. და ზედათაობაში ეს უკვე, როგორ არის, იცით, აი უზარმაზარი სელექციის შედეგი იყო, თქვათ ის, რაც ჩვენ, ერთი სკოლის პედაგოგები დავაკომპლექტით. კარგი. ერთი კითხვა, რომელიც შეიძლება არ იყოს სწორად ფორმულირებული, მაგრამ მე მას მაინც დავსვა. უმწინარესი მიზანი თქვენი სკოლის რა არის? ეს არის ცოდნის გადაცემა, ეს არის ღირებულებების შეთვისება ბავშვებისთვის, თუ ეს არის გარკვეული უნარების გამომუშავება? არა, მე მგონი სწორად არის თქვენი კითხვა დასმული. უბრალოდ ეს არის რაღაცა ამ სამივე ფაქტორის კომბინაცია. ხო, ანუ ძირითადი მიზანი არის, რომ ბავშვი მოემზადოს რეალური ცხოვრებისთვის. ცხადია, მე ბევრი რამე ჩამოვთვალე, რომ ადამიანს უნდა ქონდეს, ანუ მაგალითად, აი წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენი შვილები, ხო? ჩვენი შვილები ახლა სწავლობენ
და ჩვენ არ ვიცით ვინ უკეთეს შედეგს მიაღწევს ცხოვრებაში. ანუ რა ტიპის ანუ ჩვენ ვიცით ერთი რამე რომ აი მაგალითად თქვენ რამდენი წელი ძანდებით ბატონო დავით? 46. 46. მე ვარ 42-ის. ხო? ანუ ჩვენ შორის 4 წლიანი განსხვავება. თქვენ არ ვიცით პეპლების შესახებ ბევრი რამე იცით? არა. არც მე არ ვიცი. აი მე და თქვენ რომ ორივეს მოგვინდეს რაღაც ენტომოლოგიის ან რაღაც მსგავსი მეცნიერების შესწავლა. ჩვენ სხვადასხვა კლასში ხო არ დაგვსვენ. ანუ ჩვენ წავალთ ალბათ და ერთად ვისწავლით. ხო? ანუ ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც თქვათ სკოლის ფუნქციონირებას განაპირობებს, ხო? ანუ გაუგებარია, ანუ რატო განაპირობებს ასაკი, რომ ეს ბავშვები უნდა იჯდნენ ერთი და იგივე კლასებში. აბსოლუტურად უცნაურია ესეთი ტიპის მიდგომა, ხო? ზოგადად კონვეიერი ხო არ არის. ზოგიერთი ბავშვი სწავლობს ერთი ტემპით, ზოგიერთი ბავშვი სწავლობს საერთოდ განსხვავებული ტემპით. ანუ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგი, ვინც სწრაფად სწავლობს, იმას უკეთესი აქვს და იმას, ვინც ნელა სწავლობს, უარესი აქვს, ხო? ანუ ამ ბავშვების განათლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს. ანუ რა გარემოში როგორ სწავლობენ, ხო? რაღაც გარემოს რას ეძახი? რისი ერთობლიობაა გარემო? გარემო არის კლიმატი, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებაში მყარებაში ურთიერთობის ნაწილში, ანუ ეს არის, თქვათ, თანასწორი ადამიანების, მასწავლებლების და მოსწავლეების რაღაც თანასწორი ურთიერთობა, სადაც ერთმანეთს პატივს სცემენ როგორც ადამიანებს, თუ ეს არის რაღაც ეს დირექტიული ტიპის რაღაც შენ ახლა ეს ვალება და შენ თუ იმას არის სწავლი შენ ესევე დაიჯები და ასე შემდეგ, თქვათ, ამ ტიპის გარემოს გულისხმობ, მათ შორის გულისხმობ ისეთ გარემოს, სადაც ბავშვისთვის აღქმა და აი იმ ცოდნის გამოყენება, იმუნარის შეძენა, რომელსაც რაც არის ჩვენი მიზანი, რომ ბავშვებს შევძინოთ, რომ ეს ცოდნა, რასაც ისინი მიიღებენ, შეძლონ რომ გამოიყენონ, არის ბევრად უფრო მაღალი. ანუ ბევრად განსხვავებით თქვათ იმ სტანდარტული რაღაცა წიგნის მეშვეობით და ხა თან ვითარდება ტექნოლოგიები, ხო, თქვენ რაღაცა რომ დაგჭირდებათ, ბიბლიოთეკაში ბევრად იშვიათად მიდიხართ დღეს, პირველი რასაც აკეთებთ, გუგლავთ, ხო? ანუ ეს ბავშვები არაფრით არ განსხვავდებიან ჩვენგან. ანუ ზუსტად ისინიც ემზადებიან მომავალ რეალურ ცხოვრებაში საცხოვრებლად. ამისთვის მათ ჭირდებათ, რომ იცოდნენ ობიექტური სამყაროს შესახებ გარკვეული ინფორმაცია, ანუ რეალისტური წარმოდგენა ჰქონდეთ ამის შესახებ. მეორე იცოდნენ ადამიანების კომუნიკაცია, ადამიანები როგორც ისტორია, როგორ განვითარდით, ანუ თავის პლუსებით, მინუსებით, არა ის რომ რაღაცა კარგია და რაღაც ცუდია, არამედ აი ამ საზოგადოებას სწავლდნენ, კითხვებს სვავდნენ, ამ კითხვებზე პასუხებს თვითონ ეძებდნენ და შესაბამისად დასკვნებს თვითონ აკეთებდნენ უკვე მოძებული ინფორმაციის, მათ შორის სანდოობის გათვალისწინებით, ამ ყველაფერზე დაყრდნობით. ანუ პატარა კოლეობის პროცესია, ხო? ადამიანი ემზადება ცხოვრებას. და ანუ აი ეს პროცესი ადამიანს ძეს გარკვეულ უნარებს. რომელიც ნუ რაღაც გარკვეულ ცოდნასაც გულისხმობს, ხო? მაგრამ აი თქვენ ესე ვთქვათ, აი რა არის ყველაზე მთავარი ამოცანა რომ სკოლა მიცეს. უნდა ბავშვმა იცოდეს რაღაც რაოდენობრივი აზროვნება, უნდა შეეძლოს რაღაც დასკვნები გააკეთოს. უნდა შეეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა, ანუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, ეს უნდა შეძლოს დამოუკიდებლად გაარჩიოს და უნდა შეძლოს რაღაც პრობლემის გადაწყვეტა. ანუ რაღაც პრობლემა რომ დაუდგება, ანუ რაღაც ვიღაცის იმედად კი არ იყოს, მათ შორის აი ამ რაც შეიძინა სკოლაში, ამ უნარების გამოყენებით უნდა შეძლოს ამ პრობლემის გადაწყვეტა. ანუ ძალიან ბევრი ვიცით მაგალითი მსოფლიოში ისეთი წარმატებული ადამიანების, რომელსაც სკოლაც კი არ აქვს დამთავრებული. ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი. ეხლა უმაღლესი რო არ აქვს დამთავრებული, ეს ეგეთი კიდევ მეტია, ხო? ანუ ადამიანებს, რომელსაც ჰარვარდი მიატოვეს და დღეს უზომოდ წარმატებული ადამიანები არიან ახლა. ანუ ის რომ ფორმალური განათლება არის აბსოლუტური აუცილებლობა, ეს არის ტყუილი უბრალოდ. ამიტომ ჩვენი ამოცანა რომ ამ გარემოში რომელსაც ჩვენ ვქმნით და იმ ფარგლებში, რა ფარგლებში ჩვენ გვაქვს თავისუფლება, ეს ბავშვები მოამზადოთ რეალური ცხოვრებისთვის. და ანუ ამ რეალური ცხოვრებისთვის მომზადება ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვებს, რასაც ისინი ისწავლიან, მაქსიმალურად მეტი ანუ მაქსიმალურად მეტი უნარი უნდა გადავცეთ, რომ აი ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება შეძლოთ. კარგი. ბავშვები შეიძლება ატარებდნენ სხვა პრობლემებსაც, რომელიც ვფიქრობ არის ერთნაირი ყველა საზოგადოებაში, ბავშვთა საზოგადოებას გულისხმობ. სინამდვილეს რო თავი დავარებოთ, ხო ისაც ჰარი პოტერი აქვს წაკითხული, ის გაიხსენებს, თქვა, როგორები შეიძლება იყვნენ ბავშვები, ხო? ბავშვი შეიძლება იყოს სასტიკიც, მარტო საყვარელი და რაღაც ისეთი კი არის გულმისავალი. მას შეიძლება ახასიათებდეს ყველა ის თვისება, ან ბევრი თვისებათაგანი, რითაც, ნუ დიდები არ ბწყინავენ.
და შეიძლება მოზრდილები ამის გამო თლად кайხალხად არ ჩათვალო. ეს აქვთ ბავშვებს. ისინი შეიძლება იყვნენ დესტრუქციულები, შეიძლება იყვნენ სასტიკები, შეიძლება იყვნენ კონფლიქტურები ურთიერთობებში. და ვფიქრობ, არ არსებობს სკოლა, სადაც ასეთი პრობლემები თავს არ იჩენდეს. რა გინდა რეპუტაციაც ქონდეს ამ სკოლას და გინდა სახელმწიფო იყოს და გინდა კერძო. ამიტომაც საინტერესოა კერძო სკოლის სამშობლოში თქვენი გამოცდილება, თქვენი პრაქტიკა, თქვენი მიდგომები აი მსგავსი პრობლემების შესარბილებლად გასაგებია რომ ამას საერთოდ ვერ მოხსნი. ჩვენ გვახსოვს რა შვებოდა სახელმწიფო ადრე რამდენიმე წლის წინ, მან მოიფიქრა მანდატურების ინსტიტუტი, რომელიც მე ხელისუფლებაში შეიცვალა, უარი თქვეს ამაზე, შეუვიწროვეს ფუნქციები და თან სავალდებულოც აღარ არის. მოკეთ შევესვათ საჯარო სკოლებს, მე არ ვიცი რას ფიქრობთ თქვენ მანდატურების ინსტიტუტზე, რა გამოცდილება, რა დასკვნები დატოვა მან. მოკეთ ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესოა დღევანდელი გამოცდილება, დღევანდელი მიდგომები, პრობლემები, წარმატებები და რა გამოდის და რა ვერ გამოდის ამ მხრივ. ეს იგი მაგალითად ჩვენი სკოლა მარტივი საზოგადოება ბავშვების და არის ხადია. ჩვენი სკოლა ახლა ამ რაღაცის ესეთი განზოგადებული შეფასებისთვის არ გამოგვადგა, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ კიდეც რომ ეს არის რაღაც უნიკალური შემთხვევა, როდესაც საქართველოში გაიხსნა სკოლა, რომელშიც ერთ ბაშად თავი მოიყარა 1200-მდე მოსწავლე. ანუ ესეთი პრეცედენტი საქართველოში ადრე არასოდეს არ ყოფილა. ეს 1200 მოსწავლე მოვიდა უამრავი სხვადასხვა სკოლიდან. ანუ აბსოლუტურად სხვადასხვა კლასში მაქსიმუმ რამდენი ყავთ? 20 ბავშვი. ანუ სრულად განსხვავებული ფაქტობრივად ანუ რაღაც გამოცდილება ქონდათ ამ ბავშვებს. ერთადერთი ხა ჩვენ, როდესაც ეს ამდენი ბავშვი ერთად იყოს თვით დამკვიდრების პროცესი იწყება, ხო, ანუ რაღაც თავისი ადგილი უნდა მოძებნონ აი საზოგადოებაში, მიკროსაზოგადოებაში, ერთმანეთს არ იცნობენ და როგორც რთული პერიოდი გავიარეთ ჩვენ შარშან წლის განმავლობაში, მაგრამ აი ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ, ხო? ჩვენ ცხადია დაგვჭირდა საკმაოდ მკაცრი ზომების მიღება იმ მოსწავლეების მიმართ, რომელიც აი ასეთი ტიპის ქცევით გამორჩეოდნენ. ანუ მარტივად რო გითხრათ, სკოლიდან გავუშვით ძალიან ბევრი ესეთი მოსწავლე, რომლის ქცევაც იყო არასტანდარტული. ანუ რასაც სკოლაში არ ვეგუებით, ეს არის აგრესია. აგრესია და ძალადობა სხვა ადამიანის მიმართ. ეს ერთმნიშვნელოვანია, ამაზე არც არავინ ფაქტობრივად არ ანუ დამტკიცებულია, მოკლედ ჩვენ სკოლაში ჩვენს მოსწავლეებს ამის უკვე ჯერათ და შესაბამისად იციან, რომ ამას მოყვება მკაცრი სასჯელი. და ნუ ყველაზე მკაცრი სასჯელი სკოლიდან გაშვება მოსწავლის ამაზე მკაცრი სასჯელი არანაირი გამოყენება. სხვა რა შეიძლება? რბილი სასჯელი რა არის? რბილი სასჯელი არის მაგალითად სკოლიდან ანუ ეს სახელმწიფოს აქვს დადგენილი, ჩვენი მოფიქრებული არ არის. სახელმწიფოს აქვს ეს სასჯელები დადგენილი, რომ რაღაც 10 დღით, ანუ სკოლაში, ანუ 10 დღით სკოლიდან დათხოვნა, 5 დღით სკოლიდან გაწვევა რაღაც საყვედური, ასე შემდეგ რაღაცა ესეთი ამ ტიპის სანქციებია. მინდა გითხრათ, რომ დიდი ეფექტურობით ეს სანქციები არ გამოირჩევა. ძალიან ბევრ ბავშვს, თქვათ, ამ ტიპის სანქცია, როგორც არის, თქვათ, სკოლიდან გაშვება, მართლა გითხრათ, შეიძლება უხაროდეს კიდევაც, ხო? დროებით დათხოვნა. დიახ, სკოლიდან დათხოვნა, იმიტომ რომ რაღაცა სახში ვერაფერ თავისუფლად იგრძნობს თავს, თუ ამ შემთხვევაში სკოლა და მშობელი არ თანამშრომლობს, ანუ მაშინ ეს ბავშვისთვის აბსოლუტურად არ არის სასჯელი. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა და მშობლები, ოჯახი ამ მოსწავლის იყვნენ ერთი და იგივე აზრზე. ასეთ შემთხვევაში სასჯელს აქვს ხოლმე ეფექტი. იმიტომ რომ თქვა ამ შემთხვევაში მშობელი ბევრ ისეთ შეზღუდვას უწესებს მოსწავლეს სახლში, რომელიც მას აგრძნობინებს გარკვეულ პასუხისმგებლობას იმ საქციაზე, რომელსაც სკოლაში ჩადის. ანუ რაც შეეხება ეს სისასტიკე, რომელიც გამოვლინდა უკვე პრაქტიკულად, ну ჩვენ შემთხვევაში იჯება უმკაცრესად. ანუ ბულინგი, რასაც აი გავრცელებული ყოჩობად თარგმნიან ხოლმე. არა, ჩაგვრა. ჩაგვრა, ანუ ყოჩობა შეიძლება რაღაც უფრო ლიდერობასთან ახლოს იყოს და შეიძლება ეს კარგი თვისება იყოს უბრალოდ ადამიანში. ანუ ახლა საუბარი არის ჩაგვრას. ამას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. მათ შორის მაგალითად ჩვენ ყავს სკოლაში დაცვის სამსახური. ორი დაცვის სამსახური ყავს, ერთი რომელიც ძალიან უსაფრთხოება არის ალბათ ნომერ პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი სკოლისთვის და ერთი სამსახური რომელიც არის ზოგადად ინფრასტრუქტურას იცავს და მეორე რომელიც თქვა დისციპლინას საკონტროლებს. ანუ რაც დრო გადის ეს დისციპლინის სამსახური, სულ უფრო ნაკლები საქმე აქვს. და მე იმედი მაქვს, რომ როდესაც დადგებათ, რომ როდესაც თქვა ჩვენ სკოლას ეს სამსახური უბრალოდ არ დაჭირდება საერთოდ. ანუ
ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, ერთ წელიწადში როგორი პროგრესი გამიცადეთ ამ მიმართულებით, ну, რამოდენიმე, ვთქვათ, წელიწადში შეიძლება ნამდვილად არც ერთი ადამიანი, ანუ ამის საჭიროება უბრალოდ ფიზიკურად არ იყოს. იმიტომ რომ თავარი ახლა აი სკოლაში არის უკვე როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება. ახლა ერთი რამეა, მან ახლა გამახსენდა გისმენთ და მახსენდება რამდენიმე მასწავლებლის და ერთი-ორი სკოლის დირექტორისგან ჩემთვის გაზიარებული დაკვირვება. რაც შეიძლება მცდარად, მაგრამ მეჩვენება, რომ წინააღმდეგობაშია ერთ-ერთ თქვენ აღწერასთან. თქვენ მძალებთ, როცა პეპლებზე ლაპარაკობთ, თქვენ თამრად არ გვესმის პეპლების ამბავი და მოგვიწევს ერთ კლასში ჯდომა და ერთად სწავლა. ეს ხალხი, ვისაც მე გულისხმობ, უფრო მიზეზშეწონილად მიიჩნევდა ასაკობრივი კრიტერიუმით გამიჯვნაც ერთმანეთისგან კლასების და ბავშვთა ჯგუფების, იმიტომ რომ ბულინგის ალბათობა შეიძლება უფრო მეტი იყოს მაშინ, როცა უფროსები ხვდებიან უმცროსებს. მოკლედ, თქვენთან აი ეს პრინციპი დაშორებისა თაობების ერთმანეთთან რეალიზებულია თუ არა? მიგაჩნიათ, რომ ეს სწორი პრინციპია თუ არა? ის რა არის, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც თანდათან ყალიბდება. ანუ მაგალითად ჩარშანის წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ რაღაც სხვადასხვა, აი მაგალითად ჩვენ გვაქვს ორი ტიპის სწავლა. ერთი, თქვა, დილიდან რაღაც 4 საათამდე, რომლის დროსაც თქვა ჩვენ ვასწავლეთ ყველაფერი იმას, რაც სავალდებულო რომ ვასწავლოთ. 4 საათიდან 6 საათამდე ჩვენ გვაქვს რაღაც კლუბებს ვეძახით სკოლაში ინტერესების მიხედვით სწავლება, სადაც ისინი სწავლობენ ანუ ჩინურს, ფარიკაობას, აი სხვადასხვა რაღაც გაუხარდება. და ნუ მეორე რაღაც თუ ვიღაცას რამე უჭირს სასკოლო პროგრამის დაძლევაში, მასაც აქვს ამის შესაძლებლობა, რომ სკოლაში ამ პერიოდის განმავლობაში აი იქ იმეცადებს. აქ ბავშვები სხვადასხვა ასაკის ხვდებიან ერთმანეთს. და ამ ნაწილში არანაირი პრობლემა არ არის. პირიქით შეიძლება იყოს კარგიც. ცხადია ხა პირველ კლასელი, რომელიც ახლა სკოლაში ამ გარემოში პირველად მოხდა, რომ აღმოჩნდეს რაღაც მე-6 მე-7 კლასელის გვერდზე, ну, ეს არ იქნება თლათ ნორმალური. მე იმას არ ვიძახი, რომ ეს აბსოლუტურია და აი ესე უნდა გავაკეთოთ მეთქი აუცილებლად. მე იმას ვიძახი, რომ ძალიან ბევრი მოსწავლისთვის, როდესაც აი ამოცანა არის არა სავალდებულოდ რაღაცადღაც ჯდომა გაკვეთილზე დასწრება, არამედ რაღაცის გაგება, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა შენს გვერდზე ვინ არის. მაგალითად აი ჩვენ ესეთი პატარა გამოცდილებაც ქონდა, რომ მაღალ კლასელები ეხმარებოდნენ დაბალ კლასელებს. სწავლაში ხო რაღაც სათვისებაში არა, როცა ისინი გაკვეთილებს ამზადებდნენ, რაღაც მაღალ კლასელები ამაში დაეხმარნენ, ეხმარებოდნენ რაღაც პერიოდის განმავლობაში. და ნუ რაც იყო მათივე ინიციატივა თუ მასწავლებლებისგან წახალისებული იქნა? ანუ იცით რა არის, ეს ორივე მართლმსაჯულებელი. თითქმის შეიძლება ასე თქვას, რომ თავისთავად ხდება და შეიძლება რაღაც ამ შემთხვევაში ვიღაცისგან წამოვიდა იდეა და ანუ მაგრამ ყოველში მხარეების მიერ ეს იყო მიღებული სიამოვნებით, მოდი ასე ვთქვათ. ანუ გარემოს გააჩნია, ანუ როდესაც შენ რაღაცას აკეთებ, აი ამ გარემოში თუ სიამოვნებს ყოფნა შენთვის დიდი მნიშვნელობა ამას აღარ აქვს. შესაბამისად, აი ეს ამ ბავშვების დაშორება, ცხადია, როდესაც ბუნებრივია, რომ ერთ და იგივე ასაკის ბავშვები ერთ და იგივე განვითარების დონეზე არიან, უმეტესწილად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ეს 100-ია. რაც უფრო შორს მიდის, თქვა რაღაც მაღალ კლასებში გადავდივართ, ხო, მე-9, მე-10, მე-11, იქ ძალიან უნიშნელოვანია, რომ აი როგორც უნივერსიტეტში ხდება, ხო, აი მოდულებად რო ვიღებთ, შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ ის საგნები, რომ მაგალითად რაღაცა პრერეკვიზიტია რაღაცის, ხო? ანუ ჩვენ რაღაც უნდა ვისწავლოთ, რომ შევძლოთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. სკოლაშიც ხო დაახლოებით ესეთი სიტუაცია. თუ მაგალითად ძირითადი პრობლემებს რა იწვევს სკოლაში? სკოლაში პრობლემებს იწვევს, რომ როდესაც არის ჩავარდნა, ანუ რაღაცა არ გვისწავლია, ანუ რაღაცა ვერ გაგვიგია უბრალოდ, არ შეგვიძლია ამის გამოყენება. მე მოდის უფრო და უფრო რთული და რთული მასალა და ჩვენ ამ რთულ მასალას ვეღარ ძლევთ, არა იმიტომ რომ ჩვენ რაღაც გონებრივი შესაძლებლობები არ გვიწყობს ხელს ამაში. არა იმიტომ რომ როდისღაც გვაქვს რაღაც ხარვეს. ისე მიგაჩნიათ რომ სასწავლო პროგრამები ახლა არ ვიცი რომელი საგანები გულისხმობ, რომელიც თქვენ გაგიხარდებათ ისე გულისხმობთ, არის რთული ამ ასაკის სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის. მე ერთი რამის შემიძლია პრაქტიკულად გითხრათ, რომ აი ჩვენ რო ჩავაბარებინოთ თანამედროვე დასრულ მოსახლეობას საქართველოს ანუ ის სასკოლო მასალა, რომელსაც ჩვენ მათ შვილებს დღეს ვასწავლით, ну 99% ჩაგვეჭრება. მაგრამ ეს კლასის მასალას თუ ჩავაბარებინოთ, ალბათ კი. მოდი ესე რომ ვთქვათ, აი მე-9-დან მე-11 კლასის მასალა რო ჩავაბარებინოთ დასრულ მოსახლეობას, ჩაიჭრება 99%.
მაგრამ ეს 99% წარმატებით ახერხებს თავისი შვილების მიხედვას. ეხლა მე ამით რისი თქმა მინდა, ალბათ ხვდებით, რომ რამდენად ეს პრაქტიკულად გამოყენებადია. მეორე მხრივ, თუ ჩვენ ავიღებთ სპეციფიურ ბავშვებს, რომლებსაც რაღაც დაინტერესება უჩნდებათ, ეს მასალა საკმარისი არ არის. ანუ პრობლემა იმაშია, რომ ყველასთვის არის ერთი და იგივე და პრობლემა იმაშია, რომ ყველას ევალება ერთი და იგივე რაღაცის სწავლა. მაშინ, როდესაც ზოგს ჭირდება ბევრად უფრო სიღრმეში წასვლა, ზოგს არ ჭირდება რაღაცების სწავლა. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ რო იყოთ გადაწყვეტილების მიმღები, ჩვენ ეს უბრალოდ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, რომ როგორ ბავშვებს მიიღებდით უმაღლეს სასწავლებელში. ანუ თქვენ თუ აპირებთ რომ რა ვიცი გააკეთოთ ესეთი რაღაც სამართლის სკოლა. თქვენ ამ ბავშვებს თქვა ქიმიაში გამოსდიდით? ანუ არ გამოსდიდით, მაგრამ თქვენ ძალიან დაგაინტერესებთ, რამდენად შეუძლია ამ ბავშვს ტექსტის გააზრება, ლოგიკური ჯაჭვის ანუ საკუთარ გონებას კითხვის დასმა. ანუ ეს გაინტერესებთ, ხოსია. მაგრამ თქვენ თუ მაგალითად გააკეთებდით პროგრამირების, რაღაც მათემატიკურ ან პროგრამირების სკოლას. ხო, ანუ თქვენ ხო გაინტერესებთ კვლავ ამ ბავშვის ლოგიკური აზროვნება და მათ შორის მათემატიკური აპარატი რამდენად აქვს მომზადებული. ანუ უკვე კონკრეტული ცოდნას გაინტერესებთ, იმიტომ რომ შემდგომში რასაც თქვენ აპირებთ რომ ბავშვს ასწავლოთ, ეს ბავშვი საუბრობთ ვერ დაძლევს, ხო? და აი ეს გადასვლები საკმაოდ მარტივია. თუ ბავშვი განვითარებულია, ანუ ბავშვს განვითარებული აქვს სწავლის უნარი მათ შორის, რაც სამწუხაროდ სკოლაში არის სწავლება და წესით უნდა ისწავლებოდეს და ალბათ ჩვენ ამას უზრუნველყოფთ ნელ-ნელა, აი ვასწავლოთ როგორ ისწავლოთ, როგორ ცალკე დისციპლინა. ნუ სწავლის პროცესში უნდა ისწავლებოდეს, უნდა შეზავებული იყოს, როგორ ვისწავლოთ ზოგადად, ხო? პედაგოგიკის ნაწილია ეს. კი ბატონო, ანუ მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა სასკოლო სწავლებაში. და ანუ თქვენ მოკლედ ამ ადამიანს თუ ეს უნარები განვითარებული აქვს, მას შეუძლია ძალიან სწრაფად დაძლიოს თქვენი მოთხოვნები, რაც არ უნდა იყოს ის. ანუ თუ მაგალითად მე მჭირდება რომ გავხდი, არ ვიცი, აი, ანუ მაგალითად ამერიკაში მარტივად რო გითხრათ, ადამიანი სტატისტიკურად 7-ჯერ იცვლის სამუშაო სფეროს. ანუ რა აძლევს მას ამის საშუალებას? 7-ჯერ ხო არ სწავლობს ბაკალავრიატში. ანუ 7-ჯერ ახალ პროფესიას ხო არ ითვისებს, არა? ანუ ადამიანს თვითონ დამოუკიდებლად შეუძლია კონკრეტული პრობლემის გადაჭრა ისწავლოს. როდესაც ის ასაკში შედის, ხო? ანუ ჩვენი ამოცანაც ეს უნდა იყოს საბოლოო ჯამში სასკოლო ერთი სტერეოტიპი მინდა გამოვიხმო, როგორც ცოტა შორეული, ისე ახლოწარსულიდან, იმიტომ რომ აქ შორეული და ახლოწარსულები ამ ნიშნით ერთმანეთს გავს. ლაპარაკია ქალი მასწავლებლების მეტობაზე სკოლებში და ტრადიციაზე, რაც ჩამოყალიბდა 10 წლეულების მანძილზე საქართველოში. უპირატესად მასწავლებლები არიან ქალები და სტერეოტიპი არის ის, რომ აი კაცებიც რო იყვნენ მასწავლებლები, იქნებოდა უკეთესი და კარგი. ბავშვებისთვის, სასწავლო პროცესისთვის, სკოლის მიზნებისთვის და ასე შემდეგ. სტერეოტიპი შეიძლება არ იყოს ყოველთვის სიცრუე, ხო? შეიძლება ხანახან სწორიც იყოს. აქვს კი მართლა მნიშვნელობა მასწავლებელი ვინ იქნება, კალი თუ კაცი? ჩემს აზრით არანაირი. ანუ უბრალოდ ბუნებრივად როცა პროცესი მიდის ხოლმე, ხდება ისე, რომ ნახევარ-ნახევარზე. ანუ ის რომ თქვა ჩვენთან არ არის ნახევარი-ნახევარზე, ეს რაღაცა ხელოვნური პრობლემების, აი ამ პროცესში რაღაც ხელოვნური ჩარევების ბრალია. ეხლა ჩვენ შეიძლება რაღაც სპეკულაცია დავიწყოთ, რატომ მოხდა ეს ასე როდისღაც, მაგრამ სინამდვილეში მასწავლებელს აქვს რაღაცა უნარები, ხო? და ეს უნარები შეიძლება ქონდეს მამაკაცსაც და ქალსაც. ამაში მე რანაირ განსხვავებას თქვენ არც ეგაგვით შეეხეთ სკოლისა და მშობლის ურთიერთქმედების საკითხს და მე მგონი ღირს რო ეგ გავშალოთ, იმიტომ რომ ასევე არანაირი ან შეიძლება ითქვას ძალიან ხანმოკლე ტრადიცია თუ მოგდებს ჩვენ ამ ურთიერთობების და რაც საბჭოთა დროს იყო, ხა იმას არ ერქვა ურთიერთობები მშობლებთან. ყოველში მაშინდელი გამოცდილება, რამდენად შემიძლია გავხსენოთ, დღეს ალბათ სრულად გამოუსადეგარი იქნება. მე არ მახსოვს, რომ ესეთი სისტემური ძალისხმევა დახარჯული იყოს საბჭოთა სკოლაში გინდა კონფლიქტების მოხსნისთვის, გინდა სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის, გინდა ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ეს არ ხდებოდა ხოლმე. თუ ქონდა ესეთი სპონტანური ხასიათი ხანდახან. მოკლედ საინტერესოა თქვენ სკოლაში როგორ არის ამ ხრივ საქმე?
ანუ არსებობს თუ არა აი სტაბილური და მეტყველებად დაწყობილი ურთიერთობები მშობლებთან, რომელთა მიზანი იქნება აი win-win-ის რო იტყვენო, სამხრივად win. სკოლისთვისაც სასარგებლო იყოს, ბავშვისთვისაც და მშობელმაც რაღაცა თავისთვის სასარგებლო გამოიტანოს ამ ურთიერთობებიდან. და თუ გაიხსენებ მაგალითად ასე ტრადიციულ ქართულ კულტურაში, სკოლასთან დამოკიდებულებაში რაღაც ფენომენებს, მაინც და მაინც რა თქვა ხალხი. ჯანსაღი და მოფხილავი არაფერი არ გამახსენდება მშობლების სკოლასთან მიმართების თვალსაზრისით. მაგრამ ბოდი მშობელი და ითხოვს რომ თქვა ნიშანი აუციო ბავშვებს და ასე შემდეგ რაღაცა ამ ტიპის საბები ხშირი იყო ხოლმე სკოლებში. შეიძლება თუ არა რომ მშობელი მოიწვიო თქვა კონფლიქტებისგან სამუხტად თუ კი ისინი სკოლაში წარმოიშვება. იმიტომ როგორც მე მესმის ახლა ყველა კონფლიქტზე გარიცხვით არ რეაგირებთ ხმებია ხო? ჯობია რაღაცა ანახალ მოგვარდეს, გადაიჭრას, შერბილდეს და ასე შემდეგ. მოკეთ თქვენეული მოდელის ეს თქვა მოკლე კონცეპტუალური აღწერა იქნებოდა საინტერესო. საიდან ეს ცოდნა თუ კი ის არის თქვენთან? ურთიერთობ მშობლებთან? მშობლებთან ურთიერთობა არის გასაღები სინამდვილეში. აი წარმატების აი ამ სფეროში. იმიტომ თუ მშობელი და სკოლა ერთ აზრზე არ არის, ანუ ბავშვი манипуლირებს ორივეს. დიახ, ანუ ბავშვს აქვს ფანტასტიკური უნარი манипуლირების მხარეების. ამიტომ მშობელსა და სკოლას შორის კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და მაგალითად წელს ჩვენ დავწყვეტთ ის რაღაცა რომ ყოველ პარასკევს, ვთქვათ, გვაქვს 4 საათის მერე გარკვეულ მშობლებს ვეპატიჟებით, ან თუ ანუ ეს რუტინულად, აი ჩვეულებრივად ყოველ პარასკევს რაც შეუძლიათ რომ მობრძანდნენ თან გარკვეული აი ვინც გჭირდება განსაკუთრებით ისინი თუ რამე ხდება აუცილებლად ამ მშობლებს რაღაც ყველაზე ალბათ დიდი სამსახური არის მშობელთა ურთიერთობების სამსახური. მერე მასწავლებლებსა და მშობლებს შორის არის მუდმივი კომუნიკაცია, ისინი ერთმანეთს უწერენ, ხა ჩვენ ელექტრონული სისტემა გვაქვს სკოლაში და ანუ რაღაც ელემენტარულად რაღაც დავალებასთან ერთად მესეჯიც მისდის მშობელს, ანუ ტელეფონზე გულისხმობ, ანუ წერილი მისდის მშობელს, ანუ დახასიათება, ანუ ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით, რა ხდება, ან თუ რაღაც კონკრეტული არის საჭიროება, თქვა ამას იგებენ მშობლები, ანუ ეს ურთიერთობა, ნუ ნელ-ნელა ძლიერდება, ანუ მშობლებსა და სკოლას შორის. თან ახლა მაგალითად აი ცოტა შორის შეიძლება რაღაც შეიცვალა აი ჩვენი პერიოდიდან, ან რაღაც ქართული როგორც თქვენ ახსენებთ, ტრადიცია ცოტა შეიცვალა, იმიტომ რომ ჩვენ რო აი ნიშანი მოუმატე ესეთი თხოვნა ანუ ან მოთხოვნა მშობლებისგან არ ქონია, თუმცა ის რო რეაგირებენ ცხადია ხა ჩვენ რაღაც ძალიან დიდი რაოდენობით შარშან დავწერეთ საშემოდგომოები. ანუ იმდენი საშემოდგომოები დავწერეთ, რაც ალბათ მთელ დანარჩენ თბილისში არ დაუწერიათ. ერთად აღებული? დიახ, ერთად აღებული. მაგრამ ანუ ამან შეიძლება გამოიწვია უკმაყოფილება და ვიღაცამ თქოთ, მაგრამ ყველაზე დიდი ბოროტება რაც შეიძლება ჩვენ გაგვეკეთებინა, იქნებოდა ის, რომ ჩვენი მოსწავლეები არაობიექტურად შეგვეფასებინა. ანუ, ნუ რადგან ეს ესმით? ბატონო, ესმით ეგ. უმრავლესობას კი, როგორც პრაქტიკამაც აჩვენა და დაუმსახურებელი ნიშანი ბოროტება. როგორც დაუმსახურებელი ნიშანი არის ყველაზე ალბათ დიდი ბოროტება, რაც შეიძლება სკოლაში იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მაინც ლოიალურად ვაფასებთ, რატო აბოროტება? ბატონო, რატო აბოროტება? წარმოგიდგენთ, რომ თქვენ რო ვიღაცამ გითხრათ, რომ თქვენ ფანტასტიკური ალპინისტი ბრძანდებით და გაგიშვათ კლდეზე, სადაც სერიოზული რისკი გემუქრებათ. ეს ხო დაახლოებით ეგეთი რამე. ანუ საკუთარი შესაძლებლობები ძალიან მძაფრი მაგალითი მოიტანეთ. მე ესე შევხედავდი, რომ ადამიანს შეიძლება ძალიანაც ეთკბილებოდეს დაუმსახურებელი პრივილეგიები და ძალიან უფრთხილდება. მთელი ემოცია ხო ეს არის, რომ ცხოვრებაში ესე არ ხდება. ანუ რაღაცნაირად სკოლა ბევრ ასპექტში უნდა წააგავდეს რეალურ ცხოვრებას. ანუ იქ რაღაცებს კი ბატონო სწავლობ, მაგრამ პრობლემებიც ხდება, ამ პრობლემებს ჭრი და მათ შორის თვითშეფასებას ობიექტურს აკეთებს საკუთარი თავის. ამ თვითშეფასებაში გეხმარება შენი შეფასებები. ხო? ანუ ეს ხო რაღაც დახმარების საშუალება უნდა იყოს. მაგალითად, ფინეთში არ აქვს შეფასებები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ბოლო კლასებამდე არაფერს. რიცხვებში არ გამოხატავენ. რიცხვებში არ გამოხატავენ და ჩემი აზრით ეს ფანტასტიკურია, ძალიან მომწონს, მაგრამ რადგან რაში გამოხატავენ? რაღაცით ეს ხო უნდა გამოხატავენ. კომენტარებით, ანუ იქ რა არის, არ არის мотиваციის სისტემა არ არის აგებული შეფასებაზე. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაგალითად ახლა სიტყვა ჩვენთანაც აი მე-4 კლასამდე არ იწერება შეფასებები. ჩემი შვილები არიან მე-4 კლასში. და ნუ ახლა ის როგორ შეხედა მათ მასწავლებელმა, როგორ ასე ვთქვათ, გაუღიმა თუ არ გაუღიმა, ეს ხო მათთვის შეფასებაა.
ანუ თუ ადამიანური ურთიერთობები არის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და ნდობა მშობლის, ხო? ამ შემთხვევაში ხა ნიშანში გამოხატული შეფასება არ ნიშნავს. მესმის ხო ალბათ ეს ამბავი. და რადგან უნდა შევაფასოთ და ეს სავალდებულოა, მაშინ უნდა შევაფასოთ ობიექტურად. ანუ წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სერიოზულ დათურ სამსახურს უწევთ ჩვენს მოსწავლეებს. ხო, ეგ არის რომ იმ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებიც გაზიარებული თუ არა, ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეს. შედარებად. ანუ აი, უყურეთ, რაც არ უნდა იყოს ეს კრიტერიუმები, ანუ თქვენ ხო ერთ მოსწავლეს აბსოლუტური იმით არაფასებთ, არა? ანუ არის რაღაცა 20 მოსწავლე. და უნდა იყოს რაღაც ეს თანაბარი განაწილება. აი, წარმოგიდგენთ, რომ წარმოვიდგინოთ გრაფიკი, ხო, როგორ უნდა იყოს? უმრავლესობას უნდა ქონდეს რაღაც საშუალო შეფასება, უნდა იყოს რაღაც, ანუ სტატისტიკურად ხო ესე უნდა განაწილდეს, საზოგადოებაც ხო ესეთია. ანუ გამორჩეულები ცოტანი არიან, განსაკუთრებულად სუსტები ცოტანი არიან, უმრავლესობა არის შუაში. სოციალში ჩვენ როდესაც ვუყურებთ მასწავლებლების შეფასებებს, ვუყურებთ ამ გრაფიკებს, ვუყურებთ ვინმე ხომ არ არის გადახრილი ერთი ან მეორე მიმართულებით. როგორ რაც ეჭვს აღძრავს, რომ იქ რაღაც ხდება და ჩვენ მერე თქვა ამის მიხედვით ღრმად ბოლო კითხვა ისე ჩემ ბავშვობა და სკოლა მახსენდება და მახსოვს ერთხელ როგორ მომიწყვეს რაღაცა ამ ხალანგური სასამართლოსავით კლასში იმის გამო რომ ფულის აგროვება ვითავე ბურთის საყიდლად თუ რაღაც კირჩებით თამაშობდეთ ბურთს და მოდი ავაგროვოთ ფული და ვიყიდოთ ბურთი ბურთით ვითამაშოთ შესვენებებზე ფული კი ავაგროვეთ მაგრამ ბურთი ვერ ვიყიდეთ იმიტომ რომ გასკდა ეს ამბავი და აი ასაც ერქვია ხანდაგური სასამართლო თავისი ბრალდებებით და იმით ეს მომიწყვეს ეს 38 წლის წინ ან 8 წლის ვიყავი მაგრამ ძალიან კარგად გასავს და პრობლემა რაში გქონდა პრობლემა იყო როგორ გაბედე შენ აი ფულის აგროვება როგორ გაბედე რომ აი ინიციატივით გამოხვედი და ეხლა კიდე ცოტა მესმის მაგრამ მაშინ ხო ბუნებრივად თავს კარგად ავზნობდი მაგრამ რაც თავია არ მესმოდა რატო იყო ეს ცუდი საქციელი ან ფულის აგროვება და ამ ტიპის ინიციატივის გამოჩენა საერთოდ არ მესმოდა ამიტომ ის სასჯელი დარჩა გაუგებარი ეხლა ეს იქით იყოს. მე მგონია რომ ბავშვებს ყოველთვის ექნებათ ინიციატივები, რაღაც თავის წიაღში დაბადებული, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს მავნე რა. და საინტერესოა თქვენი სკოლა რამდენად იძლევა საშუალებას, რომ აი ეს გაქანება ბავშვებს იქ ჰქონდეთ და თავიანთ ინიციატივებს მისცენ რეალიზების საშუალება. ანაც სულაც თქვენ უბიძგოთ რაღაცა ინიციატივების გამოჩენისაკენ, რომ ამას მიეჩვენენ, იმიტომ რომ თუ თქვენ გინდათ ადამიანი დაეხმაროთ ადამიანს ჩამოყალიბდეს რეალურ ცხოვრებაში კარგად ორიენტირებულ პიროვნებად, მე მგონი ინიციატივებიც უნდა წავახალისოთ. კი, ძალიან, ანუ ჩვენ მაგალითად მართლა ვახალისებთ მაგას ახლა პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ვახალისებთ მოსწავლეების ინიციატივას. ცხადია, რაღაც კორექციას ვაკეთებთ იმ ნაწილში, ვთქვათ, რა მიზანი აქვს ამ ინიციატივას, ხო? კონკრეტულად შეგიძლიათ? კონკრეტულად კი გეტყვით, ანუ მაგალითად აი ერთი-ორი მაგალითი. კი ბატონო, მაგალითად ანუ ხშირ შემთხვევაში ძირითადი ინიციატივები არის, რომ რაღაცა გავაკეთოთ, რომელსაც გავყიდით, ფულს ამით ვიშოვით და რამე კარგ საქმეს მოვახმართ. ეს კარგი საქმე შეიძლება იყოს უამრავი. ну დაწყებული საკუთარი სკოლაში რაღაც საკუთარი კლასის მოწყობიდან თქვათ დამთავრებული დახმარებებით. ძირითადად ეს უფრო არის ჰუმანიტარული საქველმოქმედო მიზნებით გაკეთებული, მაგალითად ჩაატარეს კონცერტთან ერთად გამოიტანეს საკუთარი ნამუშევრები, ან ვიღაცამ რაღაცა აჩუქა და რაღაცა სახლიდან მოიტანეს, გაყიდეს არასაბაზრო ფასად მოდიოს თქვათ უფრო ძვირად ვიდრე თქვათ საბაზრო ფასი იქნებოდა, ანუ მყიდველმაც იცოდა რატო ყიდულობდა ამ რაღაცებს და შესაბამისად მე ამით ეხმარებიან თავის თანატოლებს, რომლებსაც ისე არ გაუმართლათ როგორც მათ ამ შემთხვევაში. ან რა ვიცი, სხვა ძირითადად არის საქველმოქმედო მიზნები. ანუ იშვიათად, თუმცა მაგალითად ეს რო გააკეთონ სულთა კომერციული მიზნით, მაგალითად ჩვენ გვაქვს ბიზნეს კლუბი, სადაც ვასწავლით როგორ უნდა საქმე როგორ უნდა გააკეთონ, ხო? ну სავარაუდოდ თქვათ რაც უფრო დრო გავა, უფრო მოვარგებთ ამას თქვათ მოსწავლეების შესაძლებლობებს, მაგრამ ამაში თქვა ბურთის საყიდლთან თუნდაც საკუთარი რაღაცა მიზნის მისაღწევად შრომაში და მე ამ შრომის პროდუქტის გამოყენებაში ჩვენ ვერანაირ პრობლემას ხადევარ ხედავთ პირიქით ამას წავახალისებდით უბრალოდ გავრცელებული ის არის რომ ბავშვებს აი ყველა რაც კი მახსენდება ახლა ყველა ინიციატივა თქვა აკეთებენ ხელნაკეთ ნივთებს რომელსაც გამოფენაზე ყიდიან აკეთებენ რაღაც ატარებენ კონცერტებს ну, რა ვიცი, რაღაც საქველმოქმედო რაღაც იმებს აგროვებენ. ყოველთვის არის ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი. ну, რაღაც არ მახსენდება, რომ რაიმე ესეთი სხვა მიზანი ქონოდათ ამ მოსწავლეებს და ანუ ჩვენ შეიძლება ამაში ყოველთვის ვეხმარებით.
ანუ რაღაცა ორგანიზების ნაწილში ვეხმარებით, ჩვენ თუნ მონაწილეობთ, რაღაც შეიძლება ღერის ვიღაცა რაღაც ინსტრუმენტებს რაღაცებს შოულობს, მაგრამ ანუ მე არც მესმის როგორ შეიძლება თქვა თქვენ რაც მაგალითი მოიყვანეთ მსგავსი ტიპის საბჭოთა სკოლა იყო. ვახტანგ მადლობთ დღეს ჩვენთან მოსვლისა და საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ვახტანგ მეგრელიშვილი, თბილისის ნიუტონის თავისუფალი სკოლის დამფუძნებელი. მადლობთ. ამოების ბაზარი ამით სრულდება მომავალ სამშაბათამდე. ნახვამდის.